იცოდით, რომ კონტრაქტების განყოფილებაში კონტრაქტების მონიშნვით იხსნება ხელშეკრულებების სია. ახალი კონტრაქტის ასამატებლად ინსტრუმენტების ზოლში ვირჩევთ ახალ კონტრაქტს. გამოსულ ფანჯარაში ვავსებთ შემდეგ ინფორმაციას: თარიღს, ნომერს, საგანს, ტიპს, ხარებს, ამოქმედების თარიღს, მოქმედების ვადას და შენიშვნას. კონტრაქტზე ასევე შესაძლებელია ფაილების სახით მიამაგროთ დედნის დასკანირებული კოპია. კონტრაქტები სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია განათავსოთ შესაბამის საქაღალდეში. ბოლოს კი შენახვის ღილაკის მონიშნვით ვამატებთ მას კონტრაქტების სიას. უკვე დამატებული კონტრაქტის რედაქტირების ან წაშლისათვის ნიშნავთ სასურველს და კონტექსტური მენიუდან ვიძახებთ შესაბამის რედაქტირების ან წაშლის ბრძანებას. კონტრაქტების ჩამონათვალში მითითებული ფერების საშუალებით კი ადვილად გაარჩევთ აქტიურ, ვადაგადაცილებულ თუ გაუქმებულ კონტრაქტებს. შენ გჭირდება გარემო, რომელიც შეცვლის ყველაფერს.